მალე გორში მსოფლიო დონის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. სარაგბო სტადიონი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოშევა. 4 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსებული მოედანი 3000-ზე მეტ მაყურებელს დაიდევს. სარაგბო კომპლექსის მშენებლობის დასრულებას განსაკუთრებით გორელი მორაგბეები ელოდებიან, რომლებიც ამ დრომდე ქალაქიდან მოშორებით საფეხბურთო სტადიონზე ვარჯიშობენ. 50-მდე გორელი რაგბისტი რამოდენიმე თვეა ტინისხიდში ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე ვარჯიშობს. ვინაიდან მოედანზე შესაფერისი პირობები არ არის, 18 წლის ასაკიდან მორაგბეები თბილისის სარაგბო კლუბ ჯიქებს უერთდებიან. დიდი გუნდი არ აქვს, ანუ დიდი ასაკი არ გვყავს ჯერჯერობით. ბიჭები ვინც აქვს, ანუ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მაგათ მოთხოვნებს და ანუ ხელფასი რაღაცეები და გვყავს თბილისში გაშვებული ერთი სიტყვით და თბილისში თამაშობენ, თბილისში ვარჯიშობენ და ასე შემდეგ. სპორტსმენებმა უკვე იციან, რომ გორში ახალი სარაგბო კომპლექსი იხსნება და ისინი სულ მალე სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებენ. ამის შემდეგ თბილისში წასული მორაგბეები ლომებს ისევ დაუბრუნდებიან. მოვთვენათ ველოდებით ჭალის ბაზის შენებლობას და ძალიან გვინდა, იმიტომ რომ უფრო მეტი ბავშვი მოვა, უფრო კარგად უფრო სრულყოფილი ვარჯიშები ჩატარდება და უფრო დიდი მომავალი ექნება გორელ მორაგბეს. მალე გორში მსოფლიო დონის სარაგბო კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე 2 წელზე მეტია ჭალის დასახლებაში 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აი ამ კომპლექსში მორაგბეებს ვარჯიშის და შეჯიბრებების ჩატარების საშუალება მიეცემათ. სარაგბო კომპლექსის მშენებლობა გორში უკვე დასასრულს უახლოვდება. სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის მარტში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. სარაგბო კომპლექსი ჭალის დასახლებაში 4 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული. სტადიონზე ხელოვნური და ბუნებრივ საფარიანი მოედნები ეწყობა. მოედანი სულ 3000 გულშემატკივარს დაიდევს. ეს არის ძირითადი სტადიონი. ეს კორპუსი თითქმის მთლიანად არის აშენებული ძირითადი შენობა. ამჟამად მიმდინარეობს შიგნით მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ლესვითი სამუშაოები, ხოლო გარეთკენ მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. ანუ აქ უნდა დაიგოს ბუნებრივი საფარი და ხდება მომზადება ამ ტერიტორიის, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. სპორტ კომპლექსის მშენებლობას ქართო ჯგუფის ასოციაცია ატუ აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება განსაზღვრული არ არის, თუმცა როგორც სამუშაოების მწარმოებელი გია ოდიშვილი აცხადებს, პროექტი 7-დან 10 მილიონამდე დაჯდება. ექნებათ მე საკუთარი მოედნები, 1-2 მოედანი ექნებათ თავისი სავარჯიშო დარბაზებით და ალბათ უფრო მეტად განვითარდება და უფრო კაი გუნდია და უკეთესი გუნდი ჩამოყალიბდება. რაც სჭირდება სტადიონს და რაც არის სტადიონზე აუცილებელი, ყველაფერი იქნება შიგნით. მას შემდეგ, რაც სპორტ კომპლექსი ექსპლუატაციაში შევა, გორს კეთილმოწყობილი სტადიონი ექნება, მაღალი ხარისხის მოედნის საფარი და სამსართულიანი შენობით, სადაც განთავსდება ტრიბუნები, ოთახები ადმინისტრაციისათვის, სავარჯიშო დარბაზი, საშხაპე კაბინები. კომპლექსში რაგბისტებისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი.